კონტროლის პალატამ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის აუდიტის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. დეტალებზე რადიო ქალაქის პირდაპირ ეთერში ახლა კონტროლის პალატის აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალასანია ისაუბრებს. მოგესალმებით ბატონო გიორგი, როგორც ჩვენთვის ცნობილია 2010 წლიდან იკვლევს კონტროლის პალატა ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მართვის საკითხებს. როგორია აუდიტის წინასწარი მონაცემები? მოგესალმებით, მართალს ზანებთ 2010 წლის ბოლოდან ჩვენი შიდა აუდიტორული პროცედურების გათვალისწინებით და 2011 წლის მომდევნო წლის დასაგეგმად დავიწყეთ შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მათ შორის ჯანდაცვის პროგრამების ანალიზი, ამ სფეროში მაღალი რისკების გათვალისწინებით ჩამოვაყალიბეთ მომენტებული საჯარო ინტერესის ნუსხა, რომელშიც ასე თქვა პირველი და წამყვანი პრიორიტეტი ეკუთვნის უშუალოდ ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამებს. წინასწარი მონაცემები აუდიტი უახლოეს დღეებში დაიწყება, ამას საკვე აღნიშნავ, რომელიც მოიცავს ყოველ აუდიტორული რისკის პასუხისგაცემას. წინასწარი მონაცემები, რაც საზოგადოებისათვის კონტროლის პალატის მიერ გახდა ცნობილი, უკავშირდება იმ გარემოებას, რომ რაც საგანგაშოა, უმცირესობთა მოსახლეობის დაზღვევის პროგრამის თარგმნებში გახარჯული ასობით მილიონი ლარი, 295 მილიონი ლარი უფრო კონკრეტულად, და ნაცვლად იმისა, რომ მოხმარებოდა უმცირესობთა სამედიცინო მომსახურებას, მათი სამედიცინო მომსახურების გაწევას, სადაზღვევო კომპანიებმა პრაქტიკულად როგორც დღეს მათი აღიარებითი ჩვენებაც კი მოვისმინეთ, გახარჯეს მათი იმდინარე ადმინისტრაციულ ხარჯებში, ხელფასებში, პრემიებში, ავტომანქანებში და სხვა საოფისე თუ იმდინარე ხარჯებში, ნაცვლად იმისა, რომ ამ პირებზე გაეწიათ ჯამში ამ 295 მილიონი ლარიდან მათ მომსახურებაზე გასიეს მხოლოდ 119 მილიონი, ხოლო 60% 170 მილიონი ლარი მათი შემოსავლის წყაროდ იქცა. ბატონ გიორგი, ზოგადად სადაზღვევო კომპანიების მოგების მაღალ მარჟაზე რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტიც საუბრობდა. ასეთ შემთხვევაში, აი მაგალითად ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო პროგრამას და უმწეოების დაზღვევას, ვის ეკისრება აი ამაზე პასუხისმგებლობა? რაც შეეხება უშუალოდ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა დაკავშირებული არის პრობლემებთან და ხარვეზებთან, ნაკლოვანებებთან. შესაბამისად, აქვე ამასთან დაკავშირებით უნდა აღნიშნო, რომ პროგრამასთან დაკავშირებული ეს ნაკლოვანებები განპირობებული არის მთელი რიგი ურთიერთდაკავშირებული რისკებით და ხარვეზებით, რაც ერთის მხრივ დაკავშირებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელიც პასუხისმგებელი იყოს სრულად აღნიშნული პროგრამის ეფექტიანად და სწორად მართვაზე, მას უნდა ეკონტროლებინა ყოველწლიურად, ყოველკვარტალურად, ყოველწლიურად, ყოველდღიურ რეჟიმშიც კი მომსახურების ხარისხი, სადაზღვევო კომპანიების ქმედება და ასე შემდეგ. თავის მხრივ, ანუ რაც დაკავშირებულია არასწორ რეგულაციებთან, თავის მხრივ არასწორი რეგულაციების არაკეთის სინდისიერად გამოყენება უკვე პასუხისმგებლობას აკისრებს სადაზღვევო კომპანიებს, რომლებმაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე გამოყოფილი უმცირესობთა სამედიცინო მომსახურებისათვის გამიზნული თანხები მათი შემოსავლის წყაროდ აქციეს. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობები დანაწილებულია და აუდიტის შედეგად, როდესაც აღდგენდება თითოეული მხარის კი პასუხისმგებლობა, ჩვენ ამ შედეგებს საზოგადოებისათვის გავხდით ცნობილს და თუ ეს ფაქტი, რომ გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები აღნიშნულებად დაიხარჯა, ფაქტია, თუმცა ეს მხოლოდ არასწორი რეგულაციებით იქნა განპირობებული, თუ მის მიღმა დანაშაულის ნიშნებია, ამას აუდიტის შედეგად აუცილებლად დავადგენთ. და როდის იქნება საბოლოო დასკვნა, ბატონო გიორგი? ჩვენ უახლოეს დღეებში გადავთ აქტიურ აუდიტორულ პროცედურებზე, რომელიც იქნება შესაბამისი არის გამოვლენილი აუდიტორულ რისკებთან და უახლოესი კვირეების განმავლობაში ფიქრობთ არა უმეტეს ერთი კვირის და ერთი თვისა საზოგადოებისათვის გახდება ცნობილი შედეგები. თვითონ თემა არის ურთულესი, კომპლექსური და დაკავშირებული ძალიან ბევრი საკითხთან, რომელიც საჭიროებს დეტალურ და საფუძვლიან ანალიზის სრულიად სხვა ინტერესთა ჯგუფებში. ანუ ეს არის ფაქტორები, რაც გავლენას ჩვენი სამუშაოს მოსულობაზე და დროზე. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. რადიო ქალაქი აუცილებლად გამოეხმაურება ამ საკითხს ისევ, როდესაც უკვე საბოლოო დასკვნა იქნება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩართვისთვის და ინფორმაციისთვის. რადიო ქალაქის მსმენელებს კი შევახსენებ, რომ რადიო ქალაქის პირდაპირ ეთერში კონტროლის პალატის აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალასანია საუბრობდა.